ჩვენ მივედით, ნახეთ და წამოვედით და ჩვენ პირველები ვართ, აქასი არ არის. ამას სუფთა სამეცნიერო დატვირთვა აქ უკვე. ჩვენ უნდა ავითვისოთ ახლა მთვარე. კი ბატონო, პირველი ნაბიჯები გადაიდგა 54 წლის წინ, მაგრამ ახლა ვნახოთ ცოტა სხვანაირად შევხედოთ. ახლა ცოტა კარგად მოვექცეთ მთვარეს, ასე ვთქვათ, არა სამხედრო დატვირთვით, არა პირველობით, არა მარტო დროშის მიტანით იქ. და მართალია იმათმაც რაღაც სამეცნიერო აპარატები განალაგეს, იმიტომ როგორც გითხარით, ჰარისონ შმიტი გეოლოგი იყო ბოლო ასტრონავტი, აპოლონ 17-ის მისიის ერთ-ერთი ასტრონავტი. ამიტომ ახლა სუფთა სამეცნიერო დატვირთვა აქ ამას. ავითვისოთ მთვარის ზედაპირი, როგორც გითხარით, აი ეს ნიადაგის შესწავლა კარგად იქ სასარგებლო მინერალების ძებნა და ასე შემდეგ და შემდეგ იქ ბაზების განთავსება, რომ რამდენიმე ხნით დარჩეს ადამიანი ახლა იქ. ახლა მაგალითად თუ ბოლო მისიის აპოლონ 17-ის ასტრონავტები 3 დღე გაატარეს მთვარეზე მათ წარმოიდგინე, შეაგროვეს მასალა და ესენი თუ გადავლენ არტემისის ასტრონავტები რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვე შეიძლება დარჩენ ახლა იქ და ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ეს ყველაფერი მოხერხდება. ახლა იქ ადგილობრივი ბაზების განთავსება, იქ დარჩენა, ცხადია დედამიწასთან კომუნიკაცია იქნება და რომ გაუადვილდეთ შემდეგ იქ ყოფა და არსებობა და იქიდან განხორციელდეს სამეცნიერო კვლევებიც მთვარეზეც და იქიდან მოემზადონ უკვე შორეულ პლანეტებზე გასაფრენად.